დილა მშვიდობის დილა მშვიდობის დილა ცივა მშვიდობის ღმერთოჩი всё დღეს ვარ 3 დღე სახლში დღეს რაღაცა დღეიდან და მივხედოთ ტერიტორია გავრეცხავ იმას მე ცივა ხალხ ნუ ეს როგორ მათი არ გაინტერესებს აჯაჯულად ამომწევად ხო და მოიცა რომ ხმა არ იყოს რა ქვია შიშხინის და შუშხუნის და რაღაცეების მოდი ყავას მოვადუღებ გაზზე და თან გეჭორავებით ეს და მე ზალამის ბოლომდე გახდა და ისე გადავიცი ჩემი ფუნფულიკოები ძალიან მიყვარს ეს რაღაცეები ესეთი და ისა იუკ ესე რომ ბავშვობაში ეხაც რა როიწევდა ეს მოკლედ დღეს კი არა და ეხა ყავას რო დავლე უნდა შევკერო ფარდა რომელიც ვიყიდე და თქვენთვის არ მინახებია მაგრამ არა უფრო რა ნახავთ თან მოვადუღოთ ყავა და თან ვიჭორავთ გუში ვეღარ მოვედი თქვენამდე მაგრამ აუ ყველგან დამცეციდე არის და მგონია ხარო ზედმაყრია ესე და ვირა ვარ კარგად აი მე ბარბარემ და გავამწარო ყავას როგორ მისნებს მე მგონი დრო რომ ყავა დავვალო ხოლმე მარტო არც გახსენდება და ქალოშკები რომ მოულე ხოლმე ყავას მიირთმევენ და მე მიაღარა მაქვს გავამწარებ მოვიდეს აქ ამარიამი მოვიდეს მარო ისა იდე სად არის მეორე ელო მარო ელო ბარბარე მარო ელო ბარო კუხნაში შემოხვალთ ხოლმე გოგოებოს ბარბარეს სადაქალო და საძმოა რა ძალიან საყვარლები შიდაურები ამ ბანკაზე ერთზე ეწერება მანანა ერთზე ეწერება ბარბარე მანანას არ შეეხოცო მაგრაქცევთ გექცევთ ეგ ბარბარესაც გადაიცით უბრალოდ სკოლაში ეწასული ხა და მეზარება მე იქამდე ვერ დავიმახსოვრე დამავიწვე ეხა ფარდა შევკერავ და სანამ ფარდას დავკიდებ მინდა რომ მივხვდეთ იმისა რომ გუში შუშებს დავწმინდე ფანჯრის და რაღაცა არა მიცლია ეს ფანჯრის მეტალოებს ვაქვთ რა კარგი ოდეგა ფანჯარა არის ნიკოლოზის დროს ჩაყენებული ნიკოლოზის დროს არა მაგრამ ერთი 7-8 წელი დაახლოებით ნიკოლოზის დროს ხო და მეცე დავდგა ნედი არ გათმოვივა გათმოვივა რა მაინც გასაწმენდი ყოფილა გაზი ის არის ძველი ჩაყენებულია და მაშინ არა ვაცალე რა მოკლედ ტობა არ მქონდა მაშინ საერთოდ არ მქონდა არაფერს მივიხონ ხო და ფენი მინდა სამშენებლო ფენიც გვაქვს მაგრამ ლაშამ დაწვავს ძალიან ხურვალიაო და ჩვეულებრივ ფენს იმას ვისაუბრ რომ მორბილდეს და ავაცალო და ერთხელაც ჩამოვსმე და მე დავკიდე ფარდას ეხლა დავლიოთ გარეთ ხო ხალათინო ჩავიცვი ისე შეცივდე გუშინ
რომელი იყო იქნებ წამოვით 9 იყო და წყვილი რა წეს თხოშვიძე გითხარით მაგრამ ტორტის სილი იყო რაღაცეები რაც ვერ მოვასწარი და გავაკეთე და წამოვალთ ნინო წამოყო აი მიხარ ამ ხელა ტორტზე დამახატილისა ამ ხელა ტორტზე ძალიან საყვაის პატარა ისა ხელის გულა ტორტებს ვეძახი მე ისე ბენიტო თუ რაღაცა ტორტები ქვია მაგას პატარები რო აი უბრალოდ მისალოცები ვარა და ერთი კაცი შეჭამს აიგეთი მე ორი კაი მე ერთიც დავხატე ხელის თხოვნის გვირგვინი და სხვა არაფერი არ იყო ხო მასწავლა ტორტის დაკრევა მიუხედავად იმისა რომ პაპაჩემი მლესავი იყო ტორტს ვერ ავლესავდი და გეფცები რა აი არა და უადვილესია უბრალოდ ისე მეშინია და ისე დაძაბულად მიჭირავეს სალესი დანა თუ რაც არის დანა არ არის მაგრამ აი ხანჯალი ვთ აი რაღაცა მართლა სააკაძესავით ვიქნებდი და ну ეგრო დავამთავრეთ მე კაი მოდი ახლა ვაწყობთ და ტორტი ხონა ასაწყო გვერდი დავდექით და რასაც მე გავაკეთებ ეგ გავაკეთე კაი თელი ღამე სიტყვა ჩარჭე მესმოდა ჩარჭე და ეს ჩარჭე რა იყო იცით კარგ გავიდით ახლა საიცხის მანქანა ჩარჭე მანანა ჩარჭე კარგა დააწექი ჩარჭე იყო ხილი რო დავაჭერით ზედა ბანანი, მაყვალი და მალინა. ანუ დააწექი და კრემში ჩარჭე კარგათო რომ მე მეორე ბისკვიტი კრემა უნდა დაიკრას რა ეხა მარტო ხილზე რო დადო შეიძლება გადავარდეს, გადაცულდეს, არ წებოვნება არ ქონდა. მარტო ჩარჭე მესმოდა აი მე გუში. საღამოს და მთელი ღამე ჩარჭე იყო. ხო და ესა რითიც ნამავდით აი მაღაზიაში ცინეთ ძალიან ბევრი. ერთი ბოთლი გვედგა რითიც ნამავდით ტორტს და ერთი დანამა დავნამე მივხვდი როგორც უნდა და რაღაცა მე ეს ხილი დავალაგეთ მე ეს მეორე ფენა ტორტი და ისე უნდა გაიმეორო ანუ დანამურა რაღაცა რა რა თქმა უნდა ხა ის ჩემზე სწრაფად აკეთებს ხო და ხა ვცდილობ რომ მივყვე და რო დავადე ეს მეორე ბისკვიტი დავინახე რომ ნინო უკვე ხილს აჭობდა კრემ გადასულა ხო მე ვთხარ დავეწევი რა და დავათხილში კრემ თხთხათხში და ვაჭობ და ამან მესამე ფენა და აი მე და მოგივიდა ხალხი მესამე ფენა დაადო უკვე ნინო და მესამე ფენას ხილდერამი არ მომდა ისაქნას რა დანამოს და კრემი მოუსვას ხო ეს მესამე ფენა რომ დაადო მე მეორეს ვაჭობდი ჯერ ეს ასხავს ამას დასანამს და აუ ესო გათავდაო შენავ აღარ გეყოფავთ ის არის რომ მე უკვე მესამე უნდა დავადოთ მე ვთხარი მეორეზე თუნდა მეორე ფენა არ დავნამე ხალხო მე ვთხარი არ გინდა შეგიხმარე მე არ მინდა მე არ ავხმარო რათმი აი მე კიდე კაი შირაულის არის ტორტიო გეფცები რა ეხა შაბათს მიდის ნინო თურქეთში 4 დღით და სანამ ჩამოვა საკონდიტროს ისა დავახურილებ გეფიცე ეგ თუ ჩემი მეძე ტოვებ საკონდიტროს რო ჩამოვა ლაბანკაზე იქ გაკოტრებული იქნება ოღონდ მართლა აი გარი დავსხდეთ ხახო ვისა ჩემი ხალათი არ მოწონს ბანანეს დავით მარტო ვიდიოდი და თქვენ თვითონ გამოყვებოდით დავჭდებით და აი და ესა დილა გაირეცხოს დროზე გაშრეს რომ ჩავდო მე საწოლში ღმერთო საწოლში რამდენი რამე ჩაიდო საწოლში რამდენი რამე დავტიე ნეტა იცოდეთ და ადგილი დარჩა საწოლზეც და მაგავეჯზეც და რაღაცაზეც გეტყვით ეს გავზომე ფარდის ზომა მეტრას 2.65 უნდა მოვჭრა. Просто 2.63 უნდა იყოს, ცოტა მეტი უნდა მოვჭრა.
და განახეთე ხა ფარდას. ანუ დღეს როგორი დღეა? არ უნდა ანუ არა მაქვს გეგმა, რომ ამის მერე ეს, ან რაღაცა. ამის მერე ეს უნდა გავაკეთოთ. მოდი გავიხდი რა მართლა. აჯაჯულად ავარ და მეც ბანანეს ეხლა, მაგრამ ეს თბილია და რაღაც მინდა ის. თუ შემცე მე შემოვიცი. სქელი ფარდა არ ვიყიდე ჯერჯერობით თხელი ვნახოთ რა როგორანაირად და სქელი ფარდის ყიდვას კიდე არაფერი არ ვდგა წინ. მეტრაში ვიცი 15 არა 17 მითხა თუ რაღაცა და სიფთა ხარო. ანუ და 15 ძალიან ლამაზი ფაქტია. ეს ძალიან მიყვარს ესეთი ძალიან საყვარლობა. და ვიყიდე 3 მეტრა. რო კარგად აისბორ. ой, გოგო, გვერდებს არც უნდა ჩაკერვა რა მაგარი. გვერდების ჩაკერვასაც ვიყიდე. იდეალური. მარტო მეორე მხარე ეს რა არის? ლენტა და ესენი მაგ სადღაცას მაშინ ერთი პაჭკა ვიყიდე. მაგრამ ის რა ვიცი ხა მაძებნი სად შევინახე კაცმა არის ისავდექი და წამოვიღე ვიყიდე და ვიყიდე. ანუ ეს მაინტერესებს რა გვერდი არის. თავია გოგო, კი არა და ხო, თავია ეს უნდა მოვჭრა. მეთქი გვერდია ჩაგერილი გამიხატე. ანუ ეს უნდა ისაუქნა. ძალიან საყვარელია და ძალიან ლამაზია. ძალიან. თან გამჭვირვალია. ნუ თეთრი როა მე ხო თეთრებზე მეკეტება და თან ეს რო ეს და იქით კიდე არავინ არ ცხოვრობს და ფანჯარა შემოვარდეს და შემოიხედეს აბა რა ხდება. სასაცილო რა ისი. მგონი თეთრი ძაფი არა მაქვს. აი ესეთი ფერი მაქვს და არ წავა. ჩემი პრინცი, მოდი სიცოცხლე, მოდი შენ მჭირდები ახლა. ჩემი გული და სულია ახლა რომ მოდი. აუ, ჩემი გოგო კნუტი ვერ ვიპოვე. 2 დღეა გუშინ უკვე სამაგერთ ეს უაქარ. ჩემი ტკბილი. მე როგორ მიყვარხარ ჯებულამუნზო. აი, ერთი დღე გავედი სახლიდან, ერთი საღამ. 3 კაცს, 3 მაკაცმა ერთ გოგოს ვერ მოუარეთ. სად გაგეპარათ, სად წავით? ერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ვინმე წაიყვანა. და რადგან წაიყვანა, ესე იგი მიხედავს. იმიტომ რომ ტერიტორიაზე მკვდარი კნუტი არ არსებობს, ანუ სულ დავსმოტრე ყველგან. გავლისას, გამოვლისას, ბუჩქებში გადინა, გავირო გამაკ რაღაც. ანუ არ არსებობს რა. ანუ რომ მან კვალი იყოს და ვიღა არ არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჯერ არ ვაპირებდი გაჩუქებას. მაგრამ თუ წაიყვანეს და მომპარეს და რაღაცა, მაშინ იმედი მაქვს, რომ მიხედავენ და რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან ის იყო ნაზი იყო და ძალიან ფაქიზი რაღაცნაირი მართლა გოგო იყო პატარა. ნინო ყოველ საღამოს ეტირება, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა ეკადა. ნინოს ხათრით არ გავაჩუქე. ხო და თუ ვინმე წაიყვანეთ, კარგად მიხედეთ მაშინ. რა ვიცი, ქვეყანა კნუტებია და შეკაი ადამიანი რომ დააწერ იქნებ ვინმე გაძლევს არა რატო იპარავ. შესაძლებლობა არის წაყვანის, იმიტომ რომ ზოგადად ფრთხილი კატა იყო, მაგრამ აი ესე რომ უცხოს გაქცეოდა დიდად არა და მაგიტომ მგონია რომ
ვიღაცა მივიდა დაუძახა რამე გადაუგდო და მიიტყუა და დაიჭირა. იმიტომ რომ არსად არ არის და მე ვფიქრობდი თუ მე გამომყვა მეთქი შეიძლება დაკარგულიყო. მაგრამ ფაქტია მე რო წავედი აქ იყო ეკატა. კაი ხანი აქ იყო და მე გვიან აღარ იყო. ვაიმე რა კარგია ცხელი ყავა. მომხედე. აჰა, გოგო, ბიჭო, თუ რა ქვია? დავხედე, არ მეყვი. აი ხა ის რო აქ იყოს, ჩემთან იქნებოდა, არც ერთი არ ბეკარება, გაგამწარებ, ამოვიდე მათ. ყუთი დავდგი, რის ყუთი მივეცი? რაღაცა ის საროჭკებდა რაღაცებოდა, ეგეთი ყუთი მქონდა რაღაცა მოვიღე არ მახსოვს და უნდა გადავაგდო, სანამ გადავაგდებ მეთქი, პატარა დიელის ნაგლეჯი მქონდა, პატარა ის დათვი რო შევკერე ის და აი მე ის თუ წიწილებს ეთამაში მონავცემო. მოდი. პატარა წიწილებს ეთამაშება და ამ თამაში მოდი არ კარგი ჩხუბები ჩავაქო. ამ თამაში თუ ერთი მოკლა, დამთავრებულია ჩათვალე რომ ეს კატაც უნდა გაუშვო. როგორც არ უნდა მიყვარდეს ძაღლი კატა და რაღაცა და ის კატამ შეეხება ის ოჯახში გასაჩერებელი აღარ არის. ვირგლა არის და წავა და მიხედავს თავის თავს. ეს არასდროს არ მყოლია კატა, რომელიც წიწილებს ეხება და ისინი ხო იაპონკები არიან, ვარიკელები და თანამხელები არიან და დიდებს არ ეხება, ეშინია კიდეც. და იმათ ეთამაშება, მაგრამ სახეზე ეტყობა რომ მარტო არ ეთამაშება. და მივასწიკუდილებ მაგას. დილა ადრე ეხალაშა უნდა წავიდეს, მე მგონი კახეთში ვთქვი და რაღაცები კი მზად ამაქვს უკვე რა და უბრალოდ უნდა ჩაულაგო და მე რა მივყვები არა მაქვს გეგმა დღეს რომ მაგალითად ამის მერე იმას გავაკეთებ, ამის მერე იმას გავაკეთებ, მაინც ჩემი გასაკეთებელია ყველაფერი და გავაკეთებ. ხო რაც შეეხება ავეჯზე რომ დავრეკე ხო უბრალოდ ძალიან გამიგრძელდება ვიდეო მეორე ვიდეოში მოგიყვებით რა როგორანაირად და რა გადავწყვეტე. შიგარეთ რა საწოლებიც მელაკა. სულ ყველა ისავქენი ჩავაბინავე. აი ხარაც ზემოდან იყო ისე რომ ჩანდა და დაიმტვერებოდა, იკატაჭდებოდა იქ რაღაცა. ერთი აი იქ მიკიდია უნდა შევაგდო ორსაწოლიანი ადიელა არის. გადასაფარებელი მე ხო სხვა ვიყიდე. თორე ესეც ჩაულები ისა. ამასაც გავრეცხა და შევინახავ. ბარე. თეთრი ძაფი არა მაქვს ხალხო მართლა. სპილოს ძვლისფერი მწავა. წებო ვიყიდე ხალხნო ის. უფერული წებო. მე რო თქვი რომ ის მინდა მეთქი გავაკეთო ისევ სერიასავით გოგოებისა და შესაბამისად უფრო ცოტა პატარები თქო. რომ იმას 50-ად ვყიდეთ რა და ეს ისე რომ იყოს რომ 30-მდე დამიჯდეს ფასი იყოს მაგდენი რომ ვინ მოვარდა. ხო, მაგას ვფიქრობ. და მოვხერხოთ. აბა გავხედო. ვიდი და შუბოიდი შუბცივდა. შემოვიჩინე ატრიბუტებით და ეხა შევკერავ ფარდას. გადმოვიღებ ჩემს ვარდო არ არის. მაყვალას. ვარდო საერცხის მანქანა. დღეს თუ ესე ვიარე, არაფერი არ მითხრა დღეს სახში ვარ. აუს რაღაცას ისმა კაბადოკი რო გავიკეთო. ერთი აბადოკი იქ სამსახურში წავიღე, თევზებში და იქვე დავტოვე. რა იქნებ მეგინ გაიკეთოს თქო. ხო და დავიწყებ შეკვეთას. და მეორე ვიდეოში ვიჭურავთ ხუში რა გადაწყვეტილებაზე მივედი, სანამ ფარდას ავასხავ შპილკებს. ეს მაგიდა მინდა. რომ აქ ვჭრი ხოლმე დიდი რო არის. სწორად მოვჭ.
მალე შეგიკერავ ის გოგო მეუბნება თუ გინდაო, მალე შეგიკერავ იაფათო რა, რადგან პირველი ხარო. პირველი ხარო. მე არა მევთხარი გამოქცეული ვარ ძალიან სწრაფად უნდა მივიდე მეთქის სახით. მე ვიზავ მეთქი მაგას და ისე უცნაურად შემომხედა რომ რა ვიყიდე თხელი. ანუ სქელი არ ვიყიდე რა, იმიტომ რომ თხელი ფარდაა და თან კი არ გამოჩნდება, მაგრამ ის არის. არ მიყვარს ხოლმე კარნიზი და ჩამოწეული არ. და მე თან გავუკეთებ თუ რაცა ქვია შპილკებს ამას და ან ვიჭორავთ მეორე ვიდეოში რა როგორ რანაირად. ეხლა შევკერავ სანამ ადიელები ირეცხება და დიდად გასაქცევ გამოსაქცევი რომ არა მაქვს. ძალიან წყნარად ვიმუშავებ. დავიწყოთ. აბა, დროებით.